ჩართულია? ჩართულია. მოგესალმებით მეგობრებო, გიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. რას იფიქრებდით თუ კი გეტყოდით ესეთ რაღაცას, რომ დღეს ადამიანებს შეუძლიათ გახსნათ თქვენი კამერა, გაიგონ თქვენი GPS-ის ლოკაცია, მხოლოდ და მხოლოდ ერთი გაუაზრებელი კლიკის დახმარებით. ცოტა ფანტასტიკის სფეროს ყავს, ხო? მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლებელია. ამ ვიდეოში გაჩვენებთ ნაბიჯ-ნაბიჯ თუ როგორ ხდება ეს პროცესი და გასწავლით იმ ხელსაწყოს, რითიც ვაკეთებთ ამ შეტევას. და აქვე ვისწავლით თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი მსგავსი ტიპის შეტევებისგან და რა თქმა უნდა როგორ ვიყოთ უსაფრთხოდ. იქამდე სანამ დავიწყებთ, მინდა მოგიწოდოთ რომ არ გამოიყენოთ ეს ტული სხვის სისტემების გასატეხად. კარგი, ხუმრობა იქით იყოს, ეს ტული მართლაც არის საგანმანათლებლო მიზნებისთვის. ყველაფერი დემო ვერსია, რაც გაჩვენებთ, არის ჩემს საკუთარ სისტემებზე, შესაბამისად მაქვს ამის უფლება. თქვენ კი მართლა მოგიწოდებთ, რომ არ გამოიყენოთ ეს ტული სხვისი მოწყობილობის გასატეხად, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაული და გაეხვევით შარში. ასე გამოიყურება ჩვენი სეტაპი. ამ მოწყობილობაზე ჩვენ შევქმნით მავნე ლინკს, რომლითაც შემდეგ ავტეხავთ ამ მოწყობილობის ლოკაციას და კამერას. მოდი დავიწყოთ. ის ტული, რომელსაც გამოვიყენებთ, არის Canfish-ი, შეგიძლიათ GitHub-ზე იპოვოთ ეს რეპოზიტორი, აქვე ახსნილია არის ინსტრუქცია თუ როგორ უნდა გამოიყენოთ, აინსტალიროთ და გაუშვათ შეტევა. მოდი დავიწყოთ, დავაკოპირებ ამ რეპოზიტორის GitHub-იდან. ცოტა გავადიდებ. git clone და Canfish. დავკლონოთ ეს რეპოზიტორი, შემდეგ გადავიდეთ ამ რეპოზიტორში და ნახოთ ფაილები. აქედან ჩვენ უნდა გავუშვათ bash-ის გამოყენებით Canfish-ის სკრიპტი. ის გამოიყურება ასე, აქ საშუალება გვაქვს რომ ავირჩიოთ ორი სერვერიდან ერთ-ერთი, ან ngrok-ის ან Cloudflare-ის, ამ შემთხვევაში მოდი ავირჩიოთ Cloudflare-ის და აქ გვაქვს სამი ვარიანტი, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჩვენი მავნე ლინკი. ეს შეიძლება იყოს ფესტივალის ვიშინგი, live ვიდეო YouTube-იდან, ან რაღაცა online meeting-ი. მოდი online meeting-ის ლინკი შევქმნათ. და აეშვება სკრიპტი და იწყებს მავნე ლინკის შექმნას. აქ ცოტა დრო ჭირდება, მაგრამ როდესაც დასრულდება ეს ჩვენი შეტევა, აქ მივიღებთ ასეთ ლინკს, რომელზე გადასვლის შემთხვევაში მსხვერპლის კამერას გავტეხავთ და ასევე მივიღებთ მის გეოლოკაციას. ეს ლინკი ახლა გამოიყურება ცოტა საეჭვოდ. მოდი ავიღოთ და URL shorter-ის გამოყენებით შევცვალოთ, დავამოკლოთ და რათა გამოიყურებოდეს ისე, რომ არ იყოს საეჭვო. ახლა ამ ლინკს ავიღებ და ამ მოწყობილობაზე გავხსნი და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. ითვლი დახრილი ხაზი 4PA HUD. გადავიდეთ ეს ლინკი. აჰა. აქ თხოვს რომ დავეთანხმოთ. აქ ჩვენ ხედავთ რომ ეს უბრალოდ რაღაცა მიტინგის ლინკია, ასე გამოიყურება და მოდი აქვე ვნახოთ რა ხდება მეორე მოწყობილობაზე. ჩვენ თუ კი გავხსნით აქ ჩვენს ტერმინალს და ვინახავთ რომ მივიღეთ ლოკაცია, პირდაპირ შეგვიძლია Google Maps-ზე ვნახოთ და ასევე ვიღებთ განუწყვეტლივ კამერის სკრინშოტებს. აქვე Ctrl+C-ს გამოყენებით შეგვიძლია შეტევა გავაჩეროთ, ვინაიდან ის უკვე წარმატებული იყო. გავხსნათ ფაილები და ნახოთ ეს ჩვენი გადაღებული სკრინშოტები. აი, აქ არის ყველა ფაილი, ყველა სკრინშოტი, რაც გადავიღეთ. ამ შეტევის გამოყენებით. და ასევე ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ეს ლოკაციაც და გავხსნათ Google Maps-ზე.
ძალიან კარგი. სულ ეს იყო, შეგიძლიათ შეხვიდეთ, ნახოთ ეს ტული, გატესტოთ, რა თქმა უნდა, თქვენს მოწყობილობებზე. ეს მინდოდა მეჩვენებინა, იმედი მაქვს მოგეწონათ, ხოლო იმისთვის, რომ არ წამოეგოთ მსგავს შეტევებს და ვიღაცამ არ გაგიდეხოთ ლოკაცია, მოწყობილობის კამერა, ეს ტული მუშაობს ისევე როგორც ტელეფონებზე, შეგიძლიათ გაგზავნოთ ეს ლინკები Messenger-ის, WhatsApp-ის და ასე შემდეგ ნებისმიერი აპლიკაციის ჩატში. არ ბლოკავს ჯერჯერობით არც ერთი აპლიკაცია. გატესტეთ, ისე ამოვნეთ. თქვენს მოწყობილობებზე რა თქმა უნდა, ხოლო მათ ვისაც გინდათ რომ მსგავსი შეტევებისგან თავი დაიცვათ, შეგიძლიათ უყუროთ ჩემს წინა ვიდეოს, სადაც დეტალურად გასწავლით თუ როგორ შეამოწმოთ მსგავსი იმავნი ლინკები, ან უბრალოდ გაითვალისწინეთ რომ ეს გაურკვევლად არ დაკლიკოთ გამოგზავნილ ლინკებზე და უბრალოდ დარჩით უსაფრთხოდ. თქვენ კი ვისაც მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი მეტი საინტერესო ვიდეოსთვის, ასევე დაწერეთ კომენტარებში გამოგივათ თუ არ გამოგივათ, ასევე დაწერეთ იდეები რა გაინტერესებთ, რა შეტევები გავაკეთოთ და ასე შემდეგ. წარმატებებს გისურვებთ, ნახვამდის.